ხო? რამდენჯერ ჩამოდიან დღეში? რომ გადავიდეს იტაცებენ მერე და ჩაყავთ წინვაში. არის ჩაარჩო ლაკეტი პრეზიდენტზე არ არის. ბაქო ჯეიჰანიშის უბრალოდ ყოველსა მე მინდა ვთქვა რომ თითქმის დღე არ გადის რომ ჩვენ არ გავიგოთ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ. საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. ყოველთვის ხშირდება იმ დროს, როდესაც ახლოვდება პრაღაში აბაშიძე კარასინის შეხვედრა. და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უხეშად არ ღვევინებს ოკუპაციის შესახებ კანონს მამონტოვისა და ლუშკოვისნაირ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ბანერიდან საქართველოს მთავარი არტერია, საგზაო არტერია, ცენტრალური მაგისტრალი 500 მეტრით არის დაშორებული. მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას. ნუ თუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები არის მხოლოდ შირმა. და საერთაშორისო ზეწოლის მოხსნა მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნები რეალურად უნდა გახდეს რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობისთვის და უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში კორუფცია, ნეპოტიზმი, ეკონომიკური სტაგნაცია და დილეტანტიზმი საგარეო პოლიტიკაში. საქართველოს მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი არის ის ლეთარგიული ძილი, რომელსაც საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის მიცემული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ბერშუეთთან გადმოწეულ ამ საოკუპაციო ხაზის გასაპროტესტებლად. არც ევროპის საბჭოში, არც გაეროში, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში ერთი ხმა არ ამოუღია ქართულ დიპლომატიურ კორპუსს ამაზე, არ უცდია მოკავშირეების მობილიზება და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მკაცრად გაპროტესტება მცოცავი ოკუპაციის. ყველაზე დიდი უბედურება ჩვენი ის არის, რომ სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას გონია, რომ ის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა სახელმწიფოებში ცხოვრობს. თუ პროფესიონალებს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ შემორჩენ, მისცემენ საშუალებას, რომ იმოქმედონ სწრაფად, მყისიერად, ეფექტურად, დარწმუნებული იყავით, რომ რუსები დაუსჯელად ასეთ პროვოკაციებს ვერ გააკეთებენ. გვაქვს სრული თავშებულობა ოკუპანტების მხრიდან 602 ადამიანი გატაცებული უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ეს არის ორჯერ მეტი რაოდენობრივად, ვიდრე 2008 წლიდან 2012 წლამდე. რაზე მიუთითეთ ეს? მიუთითეთ იმაზე, რომ არანაირი, ასე თქო, სურვილიც კი არ აქვს ხელისუფლებას საჭირო დონეზე დააყენოს მწვავედ ეს საკითხი, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე სამწუხაროდ ადგილობრივ დონეზეც არცერთი პასუხისმგებელი პირი ხელისუფლების მხრიდან არ აკეთებს საჭირო განცხადებას. თქვენ მოსხორ და უწყებთ ომს. განცხადებას